მოკლე ისტორია და ნაწილობრივ მითოლოგიური ცნობები უკვე გავიგეთ ამ მისტერიული ზურმუხტის ფილების შესახებ. ახლა კი დროა გავეცნოთ ჩვენთვის გაზიარებული ცოდნის, ანუ ამ ფილებზე გამოტანილი ინფორმაციის თარგმანით გადმოცემული აზრების პირველ ნაწილს. დორიალის თარგმანი. მე, თოთ ატლანტი, საიდუმლოთა მფლობელი, ხელნაწერების მცველი, ყოვლისშემძლე მეუფე, ცხოვრები თაობიდან თაობებში, ამეტის დარბაზებში მყოფი, გადავცემ ატლანტების სიბრძნის ამ ხელნაწერებს მათ, ვინც შემდგომში მოვლენ. ატლანტები არ ცხოვრობდნენ და კვდებოდნენ პატარა ადამიანებივით, არამედ ამეტის დარბაზებში, სადაც სიცოცხლეს მდინარე მოჭგებს, ანახლებდნენ საკუთარ სიცოცხლეს. მრავალჯერ გამივლია შუქთან მიმავალი ბნელი გზა, ამდენივეჯერ აღმდგარბარ სიბნელიდან სინათლეში და განახლებულა ჩემი ძალები. ამჯერად გარდავიქმნები საბოლოოდ და თხემის მაცხოვრებლები ვეღარ მიხილავენ ვეღარასოდეს. მაგრამ მოვა დრო, აღმდგების ხეულის გარეშე და განმეკითხავ მათ, ვინც უკან დარჩება. იფრთხილეთ თხემის მცხოვრებნო, რადგან ყველას, ვინც ჩემს სწავლებას არასწორი გზით გადასცემს, იმ ბნელ გამოქვაბულებში ჩაგყრით, საიდანაც ხართ. სიკვდილის და დროის მიღმა სამყაროდან დავბრუნდები, რათა დაგასაჩუქროთ ან დაგსაჯოთ. და საზომი ჩემთვის იქნება ის, თუ როგორ უფრთხილდებოდით იმას, რაც მოგანდეთ. ჩვენ შორის მცხოვრები შუქიშვილების მეშვეობით ფლობდით დიდ სიბრძნეს. დიდი ძალა გაგვაჩნდა, რომელიც მარადიულ ცეცხლთან შევიძინეთ. უდიდესი ჩვენ შორის იყო მამაჩემი, თოთმესი, დიდი ტაძრის მცველი. ტაძრის, რომელიც იყო მასში მცხოვრები შუქიშვილებისა და 10 კუნძულზე მცხოვრები ადამიანის რასის დამაკავშირებელი რგოლი. უნლაში მცხოვრები ის შუამავალი იყო, რომლის ხმას დიდი მეუფეები ემორჩილებოდნენ. ვეუფლებოდი უდიდეს სიბრძნეს, ვიდრე ერთხელაც დიდი სინათლიდან გამომავალ შუქს არ მივუახლოვდი. მან მასწავლა ამეტის გზა, მიწისქვეშა სამყაროსი, სადაც ბრწყინვალე ხელმწიფე ძალაუფლების ტახტზე იჯდა. თაყვანი ვეცი სიცოცხლისა და სიკვდილის მეუფეებს, რომელთაგანაც საჩუქრად სიცოცხლის გასაღები მივიღე. თავისუფალი ვიყავი ამეტის დარბაზებისგან და არ ვიყავი მიჯაჭვული სიცოცხლის წრეს. ერთხელაც გამემგზავრე ვარსკვლავებისკენ, სადაც ვხედიალობდი იქამდე, სანამ დრო და სივრცე არ გაქრა. სიბრძნის ჭურჭლის ფსკერამდე დაცლის შემდგომ ჩავიხედე ადამიანების გულებში, სადაც ბევრად დიდებული საიდუმლოებები ვიხილე, რამაც ძალიან გამახარა. რამე თუ მხოლოდ ჭეშმარიტების ძიებისას მშვიდდება ჩემი სული. საუკუნეების მანძილზე ვუყურებდი, როგორ მიირთმევენ სიკვდილის სასმისიდან გარშემო მყოფები, ხოლო შემდეგ კვლავ როგორ უბრუნდებოდნენ სიცოცხლეს და დღის შუქს. დროთა განმავლობაში ატლანტიდის სამეფოებიდან გაქრა ცნობიერების ტალღები, რომელიც ჩემთან ერთიანს ქმნიდა. წავიდა, რადგან მათ